დედოფლის წყაროს ილია ჭავჭავაძის სახელობის წიგნობართა ასოციაცია გადავწყვიტეთ, რომ გავგვეკეთებინა ახალი პროექტი მოგონებები გარდასულ დღეთა. სადაც ჩვენი რაიონის ინტელიგენციის წარმომადგენლები გაიხსენებდნენ თავიანთ მეუღლეებს, რომლებიც აღარ არიან, შემოდგომა არის დღეს, ღვინო იწურება და ეს ის დღეა, რომელსაც ყველა ოჯახში იხსენებენ ხოლმე თავიანთ უდრო წასულ ადამიანებს. და ჩვენი მიზანი იყო მოგვიწვია ეს ქალბატონები ერთი მოევრეს მოეფერნენ. ეს ისინი არიან, რომლებიც დღეს პენსიონერები არიან და ძნელად გამოდიან გარეთ, მაგრამ მე მინდოდა რომ ისინი ერთმანეთს შემეხვედრებინა, ჩვენი მისია შესრულდა, მათ ძალიან ისიამოვნეს, ძალიან თბილი, კარგი საღამო ჩატარდა. აქ მოწვეულ სტუმრებს ყველას მივესალმები, ყველა მეუღლეს. იმიტომ რომ მართლაც, აი ვინც კი აქ არიან, მართლა რომ იტყვიან, შესანიშნავი წყვილები იყვნენ. კურიოზები მქონდა ძალიან ბევრი. 10 წელი იყო ჩვენი მეგობრობის. აკრძალული მქონდა მასთან ლაპარაკი. თუ მე იმას დაველაპარაკებოდი, არც საჭმელს მაჭმევდნენ და კუთხეშიც დამაყენებდნენ. მეზობლის გოგომ დამიძახა, რომ კახელი ჩამოვიდა და ყურადღებით იყავი. დღეს არ წახვიდე სკოლაში. როგორ არ წავიდოდი სკოლაში? ხშირად დავდიოდით მე და ჩემი ამხანაგი ვერეზე გავიდოდით უნივერსიტეტის წინ პატარა, რა თქმა უნდა, ეს ზოოპარკში ჩადის ის მდინარე ვერე და იყო სულ რაღაც მეტრო ნახევრიანი ფიცარი. იმაზე გადავიდოდით და უკვე ვიყავით უნივერსიტეტის წინ. ის იქიდან მოდის. რა ვქნათ ახლა? ხიდზე ვდგევართ. პატარა ფიცარი იყო. აქეთკენ ამხანაგმა მითხრა, რომ მე და შენ აქეთ დავდგეთ, ის მძიმე იქნება და დაიწონა არ ვითამაშოთ. მართლა ჩვენ აქეთკენ დავდექით და ეს ფიცარი აყირავდა და ამ ვერეს ჭუჭყიან წყალში ტყაპანი მოვადინეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მე არ ავცემდი ხმას, მაგრამ სასწრაფოდ მოვარდა ამიტაცა ხელში და იქვე იყო ქურთების ქოხმახები. და ეს ველი გაბინძურებული, იმიტომ რომ იქ სიბინძური ჩადიოდა ვერეში. და ეს სუნიანი და გაბინძურებული ერთ-ერთ ქურთის ოჯახში მიმიყვანა. იმის გამო რომ მისი დღიურები დედამისს არ წაეკითხა, ხებს არ წაეკითხა და არ დაესაჯათ. ადგა და გამოიგონა შრიფტი, თავისი საკუთარი, 100-ის მოხაზულობა და ეს დაიმახსოვრ, რა ვიცი როგორ დაიმახსოვრ. 33 ჯერა? ამით წერდა დღიურს და ვერავინ ვერ კითხულობდა რა ეწერა იქ. და ეს დღიურები დღესაც ცოცხალია, დღესაც გამარჯვებელმა ბიჭმა, რომელსაც გერმანული კი არა, ქვეყანაზე არაფერი არ იცოდა, კანტი წაიკითხა მშობლიურ ენაზე. ეს პატარა ამბავი კი არა. ესეც ამისი გამოხმაურებაა, რომ ასეთი ნიჭიერები არიან ესე. წელიწადი ეს თავარი სტომატოლოგი იყო ილია, მე ჩვეულებრივ სტომატოლოგი. ის ჩამოდიოდა, მე არ დავხვდებოდი, მე ამოვიდოდი აქ ჯანდაცვაში, ის არ იყო. ვერ შევხვდი და მე გავიდა 1 წელი უნდა მე მუშავა 1 წელი და მე უნდა წავსულიყავი თელავში და გავაკეთე კვალიფიკაცია, წავედი თბილისში სულ სხვა ხაზზე, ცისხლძარღვების ქირურგიაში. 4 თვით. და ეს ჩამოვიდა 2 თვის, მე წავედი თებერვალში და იქ ჩამოვიდა აპრილში თავისი სპეციალობით და საერთოდ შეხვება რო არ გქონია, მე და ჩემი მეგობარი მივედით ოჯახში, სადაც იყო ეს სტუმრად მისული. ფეხბურთის საყურებლად და იქ რომ ნახა მე ვთხარი მე დედოფლის წითელწყაროში მუშაობდი, თქო რომ მკითხეს თვითონ ოჯახის წევრებმა და აუ თქვენ მზანდებითო, მითხრა გიორგანაშვილი კი და მეორეჯერაც შემთხვევით შევხვდი და ესე მე დაიწყო
არაფერი არ უთქვი, არ როიცია ხოლმე ასიყვარული ამიხსნა ამის არაფერს არ მეუბნებოდა და დღეს შევიკრიფენ ითისაც ვისაც კარგი წარსული ჰქონდათ თანამდებობაზე მუშაობდნენ თავიანთავს კარგად ართმევდნენ ხალხის პატივისცემას იმსახურებდნენ და მათში ყველაფერი კარგი იყო აი იმათ მაგალითზე უნდა აღიზარდოს დღეს ახალი თაობა უზომოდ საინტერესო იყო იმიტომ რომ ჩვენ მოხუცები წარსულით ვცოცხლობთ წარსული მოგონებებით და გვინდა რომ აი რაც ოდესმე ცუდი ყოფილა ან რაღაც ისეთი რომლის გამოსწორებაც შეიძლება ახალგაზრდებს მოუწოდებ ისე ვართ უკვე ეს პენსიონერები გარიყული რომ აღარაფერი ჩვენთვის აღარ არის ძალიან კარგი იქნება რამდენი ხშირად გაიმართება იმდენი რამე გვაქვს სათქმელი იმდენი რამეა გამოსასწორებელი რომ არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა ძალიან სასურველია ხშირად იმართებოდა სამდაგვარი საღამოები რომ გავიხსენეთ ჩვენი მეუღლეები რომლებიც უდროდ წავიდნენ წუთის ოფლიდან დაგვიტოვეს ტკბილი მოგონებები შვილების სახით და ძალიან ბევრი საინტერესო კიდევ